ასო მეგობრებო, ეთერშია რადიო სივრცე 98.5 FM-ი და დღეს მართალია ჩვენ ოდნავ დაგვიანებით ვასრულებთ ჩვენს დანაპირს, მაგრამ ვასრულებთ ამ დანაპირს. ეთერშია ახალი გადაცემა, ეს არის ეპშტეინის კუნძული. ეს გადაცემა გავა 4 შაბათობით. ოდნავ დრო გადაიწევს, ძვირფასო მეგობრებო, დავიწყებთ 7 საათზე მომდევნო კვირიდან და ამ თვალსაზრისით ძალიან გვაინტერესებს თქვენი მოსაზრებები ამ გადაცემასთან დაკავშირებით. ეს განსხვავებული ფორმატის გადაცემა, ახლა შეიძლება კონფიგურაციის თვალსაზრისით არაფერი იცვლება, მაგრამ შინაარსობრივად მინდა გითხრათ, რომ ამ გადაცემაში და ეს სახელწოდებიდანაც გამომდინარეობს, ჩვენ მოვახდენთ ფოკუსირებას ერთ თემაზე. ეს შეიძლება იყოს მოვლენა, ეს შეიძლება იყოს ქვეყანა, ან ქვეყანათა გაერთიანება, ან ძალიან გავლენიანი ადამიანი, რომელიც გარკვეულწილად ცვლის მსოფლიო კონტექსტს. ამდენით ეს განსხვავება დიდი სივრცისგან, სადაც ჩვენ ვიხილავთ მიმდინარე მოვლენებს, ეს აქ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ ფოკუსირებას ვახდენთ ერთ თემაზე, ერთ მოვლენაზე და სწორედ ამაში არის კონცეპტუალური სხვაობა დიდ სივრცესთან. ამასთან ერთად მინდა გითხრათ, რომ დღევანდელი გადაცემა, ვინაიდან ეს არის სასიგნალო და ჩვენს უნდა მივეჩვიეთ ამ ფორმატს, გაგრძელდება 1 საათის განმავლობაში, პრინციპში 5 საათისთვის. მომდევნო გადაცემებს რაც შეეხება 7 საათიდან დავიწყებთ და ალბათ 2 საათის განმავლობაში ვისაუბრებთ თემებზე, ეს ჩამონათვალიც მოგახსენეთ, ესე იგი ზემოთ. მოკლედ აი ის რისი თქმაც მინდოდა. დღეს დამეხმარებიან სტუმრები, მე მაქვს იმედი და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ აი ეს ორი ადამიანი დამეხმარება ამ გადაცემების წაყვანის დროს, ანუ თანაწამყვანების სტატუსში გვეუბნებიან თქვენთვის ძალიან კარგად ნაცნობი ადამიანები, ისტორიკოსი გურამ ნიკოლაშვილი, შეგნებულად არ ვამბობ, პირველი სპეციალობით არის ისტორიკოსი და ამ თვალსაზრისით ამ გადაცემაში ისტორიკოსის ხედვა ბევრ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი, თუმცა რა თქმა უნდა, პოლიტიკას ვეხებით. და დაგვეხმარება ასევე ერთ-ერთი თანაწამყვანი ზაზა შათირიშვილი, ფილოსოფოსი, ასევე არ სჭირდება ზედმეტი წარდგენა. ზაზას მოკლედ ასე, დღევანდელი გადაცემის თემას რაც შეეხება. დღევანდელი გადაცემის თემა არის ევროპა და ევროპის მომავალი. მოდით მეგობრებო, ესე იგი ჩვენ გავუშვათ ეხლა რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც უკავშირდება ამ ევროპულ დღის წესრიგს. ეს დღეს მოვიპოვე ეს სიახლეები, უბრალოდ ვაკვირდებოდი მთელი კვირის განმავლობაში ასაკვირველია. თუმცა ძალიან უცნაურად აეწყო ქრონოლოგიურად ისე არის დაწყობილი, როგორც იყო. აი პირველი ვიდეო ჩაუშვათ, ეს არის Ursula von der Leyenis განცხადება, ძალიან საინტერესო ჩემი აზრით. Europe is the values of the Talmud. The Jewish sense of personal responsibility, of justice. მოკლედ, Ursula von der Leyen-მა თქვა შემდეგი: ევროპა ემხრობა თალმუდის ღირებულებებს, ებრაული პირადი პასუხისმგებლობის, სამართლიანობისა და სოლიდარობის გრძნობას. ახლა მინდა განახოთ ერთ-ერთი ცხრილი, სადაც არის ასახული ევროპული დემოგრაფიული კომპოზიცია, ევროპის რასობრივი კულტურული მომავალი. სანამ von der Leyen-ი ევროპელების სახელით ერთგულებას უცხადებს თალმუდს, მოდით ვნახოთ თუ როგორ იქნება ევროპელი 30-50 წლიან პერსპექტივაში. და ჩვენ ვხედავთ, რომ ამ პერსპექტივის თანახმად ვითარება არის რბილად რომ ვთქვათ არასახარბიელო. კერძოდ მაგალითად ბრიტანეთში 2055 წლისთვის თეთრკანიანი ევროპელების საერთო მოცულობა შემცირდება 50%-მდე.
საფრანგეთში ეს მოხდება 2060 წლისთვის, გერმანელებისთვის 2055 წლისთვის, ესპანელებისთვის 2085 წლისთვის, იტალიელებს რაც შეეხება ასევე 2085 წელს იტალიელების რაოდენობა შემცირდება 50%-მდე და ბევრისთვის მოულოდნელი იქნება ალბათ ის, რომ შვედეთში სულ რაღაც 10 წელიწადში 2035 წლისთვის შემცირდება 50%-მდე შვედების რაოდენობა, ხოლო 30 წელიწადში ნახევარზე, ანუ 40%-მდე დავა. ეს არის ის მოსახლეობა, რომელსაც ურსულა ფონ დერ ლაინი მიმართავს. დონალდ ტუსკმა, მოდით გავუშვათ ახლა დონალდ ტუსკის ვიდეო. პოლონურად არის აქ აი სპიჩი, რაზეც ლაპარაკობს დონალდ ტუსკი, უბრალოდ გეტყვით, რომ ტუსკი როგორც ჩანს პირველმა ფონ დერ ლაინის მოწოდების შემდეგ ევროპელთა ლიდერებს შორის გაიზგძეგანა თალმუდის ღირებულებები და ერთ შეკრებაზე შემდეგი ბრძანა. ასე უბრალოდ პოლონეთი აღარ აპირებს დახმარების გაწევას, უკრაინა იგულისხმება. აღარ იქნება ისე, რომ ჩვენ ვიქნებით სოლიდარულები და სხვები ფულის კეთებით იქნებიან დაკავებულები უკრაინის აღდგენის დროს. ანუ იგულისხმება ბუნებრივია ამერიკის შეერთებული შტატები და ალბათ იგულისხმებიან ბრიტანელები, მოგეხსენებათ, რომ სანამ წიაღისეულის შესახებ ათვისების და გადაცემის ამერიკელებისთვის, ესე იგი, დაიწყებოდა მოლაპარაკება და ეხლა გრძელდება ის ინტენსიური მოლაპარაკებები ტრამპის ადმინისტრაციასთან, მანამდე ბრიტანელებთან იყო გაფორმებული 100 წლიანი თანამშრომლობის შეთანხმება, რომელიც სხვათა შორის არის გასაიდუმლოებული და ბევრი კომენტატორის მიმომხილველის აზრით, სწორედ რომ ბრიტანელებს ეკუთვნით, არ ვიცი ხა იქ როგორ თქო, პირველი ღამის უფლება. ეს ეხება წიაღისეულსაც და ეხება ინფრასტრუქტურას. და ბოლო, ესე იგი, ერთ-ერთი კი არა, ბოლო სლაიდი, ეს არის საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ფრანსუა ბაირომ და გუშინ განაცხადა, აი შოკის მომგვრელი რამ, მით უფრო თუ გავითვალისწინებთ, რომ ამას ამბობს საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი, ამას ეუბნება ფრანგებს. ხაზგასმით აღნიშნა, რომ განიხილავს საპენსიო ასაკის ხელახლა გაზრდას და სთავაზობს განათლებისა და ახალგაზრდობის ბიუჯეტის შემცირებას. გარდა ამისა, მთავრობა განიხილავს 2026 წლის ბიუჯეტში ხანდაზმულ პენსიებზე საგადასახადო შეღავათების აღმოფხვრას, რაც მილიონობით პენსიონერს შეეხება. ფრანგი პენსიონერთა 2/3-ზე 10%-ზე დაბალი პენსიის მიღებას დაიწყებენ. ბაირო ეუბნება ფრანგებს, რომ ქამრების მოჭერა მათი წმინდა მოვალეობაა და არწმუნებს, რომ მოქალაქეთა ცხოვრების დონის შემცირების ზომების გარეშე საფრანგეთის გიგანტური ეროვნული ვალი ქვეყანას უახლოეს მომავალში უპრეცედენტო კრიზისში ჩააგდებს. შეგახსენებთ, რომ მაკრონის პრეზიდენტობის დროს ეროვნული ვალი გაიზარდა ტრილიონ ევრომდე. წლიური საპროცენტო გადასახადები, ანუ მომსახურება ამ ვალის შეადგენს 10 მილიარდ ევროს. ახლა ნახეთ, ეს ხო ვთქვი, ეს ისე დაალაგდა თავისით ქრონოლოგიურად, მაგრამ რაღაც იმპლიციტური ლოგიკა ამ ყველაფერში არის. მოდი დავიწყოთ ფონ დერ ლაინის განცხადებით. როდესაც ფონ დერ ლაინი ამბობს ქრისტიანულ ცივილიზაციაში, ნუ კარგი, თალმუდის ავრამის სტული ეს რელიგია და გასაგებია და მონათესავე და ასე შემდეგ, მაგრამ რატომ ახსენა თალმუდი? ვის მიმართავდა, როცა ახსენებდა თალმუდს? ვინ დაიწყებს? ზაზა. თალმუდის სპეციალისტი, ფილოლოგისტი არის ზაზა. ფილოლოგოსი. მოდი ჰერმენევტიკა მაშინ, ღვთაებრივი ტექსტების ინტერპრეტაცია. ამ თვალსაზრისით ფონ დერ ლაინი გვევლინება ღვთაებრივი ტექსტების ავტორად. იცი რა, ჩემს უფრო საინტერესოა ეს როგორ ეთანადება თალმუდის ღირებულებები მომავალ დემოგრაფიას, ანუ გვიარსებულ დემოგრაფიას. და პირველ რიგში მახსენდება მიშელ უელბეკის რომანი, რომელიც ესე ითარგმნება ფრანგულიდან მორჩილება, რაც თავის მხრივ არის თარგმანი
არაბული სიტყვისა ისლამ, ანუ მორჩილება, რომლის სიუჟეტი არის ძალიან საინტერესო, შევეცდები ძალიან მოკლედ მოყვე. საფრანგეთში 2022 წლის საფრანგეთში 2014 წელს გამოვიდა ეს რომანი. მოვლენები ხდება პარიზში. ძირითადად პარიზში ხდება, თუმცა როკამადურშიც გადის. გადის ხო ეს ახლა არ არის მნიშვნელოვანი, ძალიან მოკლედ ვიტყვი რა ხდება. იმარჯვებენ ისლამისტები, საფრანგეთში ისლამი ცხადდება სახელმწიფო რელიგიად და ერთ-ერთი მოვლენა, რაც არის ძალიან საინტერესო, მთავარი მოქმედი პირის საყვარელი არის ებრაელი, რომელიც გოგო, რომელიც მიდის ისრაელში და ამ თავისი ყოფილი საყვარელისაგან იგებს ძალიან მნიშვნელოვან ამბავს, რომ ყველაზე სერიოზული ემიგრაცია ევროპიდან ისრაელში არის საფრანგეთიდან, ცხადია რატომაც. ამ თვალსაზრისით მე ესე ვიტყოდი, რომ თალმუდის ღირებულებები და ისლამური მაჰმადიანი მოსახლეობის მომზელავრება ძალიან მაგონებს. რამდენიმე წლის წინ ერთმა ჩვენმა ლიბერალმა ქალბატონმა განაცხადა შემდეგი რამ, რომ უნდა აღდგეს აზიზიის მეჩეთი ბათუმში, რომ ეს არის აუცილებელი უფლებადაცვითი მომენტი, იმიტომ რომ მაჰმადიანურ უმცირესობას სჭირდება აზიზიის მეჩეთი და ამავე დროს თქვა, რომ აუცილებლად უნდა იყოს პრივილეგირებულ მდგომარეობაში LGBT მოსახლეობა, LGBT ჯგუფი. თემი, ესე იგი, აზიზის მეჩეთი და LGBT თემი, რომელსაც ერთდროულად მოკლედ ამკვიდრებს ჩვენი ქართველი, არ დავასახელებ ხო საზოგადოებაში. ძალიან ცნობილი ქალბატონია, ძალიან ესეთ და რამშოლობა. კარგი ოჯახიდან არის ბატონო. ხო და რასაუბრო, აი ამ თვალსაზრისით ურსულა ფონ დერ ლაიენის ინტენცია და ქართული ლიბერალის განცხადება ბევრი თარაფით განსხვავდება ერთმანეთისგან. ანუ ქალბატონმა ქართულმა ლიბერალმა ფონ დერ ლაინს გაუსწრო 10 წლის. ყველა საინტერესო არის რა, რომ როდესაც ევროკავშირი ყალიბდებოდა, თავი მნიშვნელოვანი მომენტი იყო რა, რომ ის ეფუძნება სეკულარულ ღირებულებებს, ანუ არა რელიგიურს და ამის გამო ჯერ ფოლადს და ნახშირს უკავშირდებოდა ეკონომიკა. ამასაც თავი დავნოთ, მე გულისხმობ ზუსტად იმპერიოს, როდესაც კონსტიტუციას იღებდნენ და 10 გარდაცვალულმა პაპმა იოანე პავლე მეორემ, როდესაც ეს კონსტიტუცია ნახა, მოუწოდა ევროპარლამენტარებს და კონსტიტუციის ავტორებს, რომ შეეტანათ ცალკე პრეამბულაში ევროპის ქრისტიანული ფესვების შესახებ. არ შეიტანეს. ჯვარზე თქვენს უარი, გვასწავლების ნაცვლად ამ ხერხზე უნდა ყოფილიყო, დროშაზე უნდა ყოფილიყო. იოანე პავლე მეორე გარდაიცვალა 2005 წელს, ანუ 20 წლის წინ. ლაპარაკია, რომ ჯერ კიდე 22-23 წლის წინ, როდესაც ქართულ მოსახლეობას, საქართველოს მოსახლეობას ბევრი არაფერი წარმოუდგენა არ ჰქონდა ევროპის შესახებ, ანუ მას წარმოუდგინა ევროპა როგორც კლასიკური ქრისტიანული ტრადიციული ღირებულების ქრონოტოპოსი, მოხდა ესეთი რამ, რომ ჯერ კიდე მაშინ და 20 წლის წინ ჯერ კიდე სხვა სიტუაცია იყო, არა ისეთი როგორც არის დღეს, ევროპარლამენტარებმა და პოლიტიკოსებმა უარი თქვეს ქრისტიანული ღირებულების შესახებ. უბრალოდ აღნიშნა იმისა, რომ ევროპა მართლაც ჩამოყალიბდა ქრისტიანობის წიაღში და აბსოლუტური სიმართლეა, იმიტომ რომ აქ ლაპარაკი არა მხოლოდ ღირებულების, არამედ ცივილიზაციური თვალსაზრისით ბარბაროსი მოსახლეობისაგან, რომის ეკლესიამ შექმნა მართლაც ახალი ცივილიზაცია გერმანელებისგან, კელტებისაგან და სლავებისაგან, რომლებიც მე-9 საუკუნემდე იყვნენ მართლაც ტომები და უდიდესმა მათგანმა ხმასთესვაც კი არ იცოდა ქრისტიანი ბერები ასწავლიდნენ ვერგილიუსის გეორგიკების მეშვეობით გეორგიკები მოქმედება ანუ ამ პოემის მეშვეობით სადაც მართლაც დეტალურად არის აღწერილი როგორ ხდება ეს უნარჩვევები რა წარმოადგენს ასწავლიდნენ ხმასთესვას ანუ
მართლაც მე ხშირად მიმეორებ ხოლმე რომ როდესაც საქართველოში შემოვიდა წმინდა ნინო მას ცივილიზაცია არ შემოუტანია ცივილიზაცია აქ იყო მან შემოიტანა ქრისტიანული მესიჯი რომელიც დაეყნო ამ ელენისტურ ცივილიზაციას რომელიც იყო საქართველოს ტერიტორიაზე და წარმოიქმნა ყველაფერთან ერთად მათ შორის ქართული იდენტობაც ქრისტიანობასთან ერთად მაგრამ ცივილიზაციური ასე ვთქვათ სუბსტრატი აქ იყო იგივე ყველას გავახსენებთ თუნდაც სერაპიტის ბილინგურ წარწერას არამეულ და ბერძნულ ენებზე და რამოდენიმე ათწლეულის წინ აღმოჩენილ გათხრების შედეგად მცხეთის მეორე საუკუნით თარიღდება არქიტექტურა ავრელიუს აკოლისი ამ მცხეთას ხავთ ბერძენი რაღაც რამშულობა აქვს მთავარი მომენტი არის ის რომ აქ იყო ცივილიზაციური სუბსტრატი და რაც შეეხება ქრისტიანობას ქრისტიანობა პირდაპირ აზრით შექმნა ევროპა როგორც ცივილიზაცია და ძალიან საინტერესოა რომ 22 წლის წინ თურმე იყო სეკულარული ღირებულებები და ნეიტრალური უნდა ყოფილიყო ნებისმიერი რელიგიის მიმართ და დღეს უკვე ლაპარაკია იმაზე რომ თალმუდი ყოფილა ევროპის მთავარი გურამ შენ რას ფიქრობ რატომ ახსენა რატომ ეკნობა თალმუდის რაში დაჭირდა თალმუდის ეს ღირებულებები ციტირება რა ეხლა მანამდე კარგად არ მაქვს ეგ მოსმენილი და ეხლა შენ თარგმანში გავიგე მაგრამ ამიტომ ცოტა უფრო შეიძლება ღრმად ვერ ვთქვა იმიტომ რომ რაღაც ექსპრომტად მიწევს ამის კომენტირება მე მაინც მგონია რომ ეს არის ერთგვარი პოლიტიკური კონსტრუქტი გვიან დაშენებული და მოფიქრებული ესე ვთქვათ წიაღსვლა ურსულას ქალბატონი ურსულას მხრიდან რადგანაც ეს ითვალისწინებს მოკლედ დღევანდელი ისრაელის სახელმწიფოსთან გარკვეულ რაღაცა ესეთ პოლიტიკურ ფლირტს ხო მის დამოკიდებულების ჩვენებას რომ რაღაცნაირად ეს ებრაული ელემენტი ამ ევროპისთვის რაღაცნაირად ძვირფასია რაც შეეხება იმას რომ თავის დროზე რომ აი ამ სეკულარული ჩამოყალიბდა დიდი ალბათობით ეს მაშინვე განზრახულ თურქული სახელმწიფოს ინტეგრა რომელიც უკვე ნატოს წევრი იყო ინტეგრაციას უკავშირდებოდა და იმ დროს საერთოდ ეს წარმოდგენები სხვანაირად არსებობდა მაგრამ ეხლა რო გისმედით მე ესეთი რაღაც ანალოგია მიჩნდება ანუ სად მოხდა ევროპა სად შეწყვიტა ესე ვთქვათ განვითარება ხო იმიტომ რომ მან მართლაც დაიჯერა ამ ისტორიის დასრული და ჩათვალა რომ ეს საუკეთესო ფორმაა და რა კი წინააღმდეგობა არ არსებობს ის მართლაც შეძლებს რომ ეს ყველაფერი გადახარშოს და მართლა მიიღოს რაღაც სეკულარული სახელმწიფო და თანდათანობით ის სხვადასხვა ნიშნები დაკარგოს ხო ანუ ის რაც ასრულებდა ქვეყნის და იდენტობის შემკვრელის როლს ეს არის ისაც ჩვენთვის არის იგივე პრინციპში ეს არის უნივერსალური ფორმულა ენამამული სარწმუნოება ანუ ენის დაცვა ტერიტორიის დაცვა როგორც ამ საცხოვრისის რაღაც ეთნიკური ჯგუფის და სარწმუნოების დაცვა ეს თანათანობით სარწმუნოება დაიკარგა საზღვრები მოირღვა და ენა კიდე ბუნებრივად აღირია ხო რა ყველა ადამიანი ბაბილონის მსგავსად ჩამოვიდა თავისი ენით აქედან გამომდინარე ყველაზე ახლო ანალოგია ეს არის საბჭოთა კავშირი. იმიტომ რომ არსებობს საბჭოთა კავშირის შექმნა და მეორე საბჭოთა კავშირის დაფუძნება და შემდეგ საბჭოთა კავშირის რეალიზება. 1945 წლის 9 მაისს შეიძლება ითქვას რომ დაიბადა საბჭოელი ადამიანი უკვე ჩვენ მივიღეთ ფიზიკურადაც კი დაბადებული რეალიზებული რომელიც უკვე ის კი არ არის ან რუსი ან რაღაც ლიეტუველი არამედ ის არის უკვე საბჭოთა ადამიანი. ხო, იმიტომ რომ სტალინმა ძალიან დიდი ძალისხმევა მიმართა იმისათვის რომ მიუხედავად იმისა რომ შედგებოდა რესპუბლიკებისაგან ეს ქვეყანა არსებობდა რაღაც შემაკავშირებელი იდენტობა რომლის გამოძახილსა საბჭოთა კავშირი დამთავრდა მაგრამ ეს რაღაცა ძაფები გამოგრძელდა. მაგრამ ერთის მხრივ ეს იყო ფორმულა იმისათვის ჩვენ თუ გინდა ქვეყნის რაღაცნაირად შედუღაბება და ჩვენ ამიტომაც ის ვინც მოვესწარეთ ამ ქვეყანაში ვინც დავიბადეთ ჩვენ გვახსოვს ის რა აკავშირდება აი ეს რაღაც სულიერი ძაფები რა იყო და რა გვაკავშირებდა ძალიან ჭრელ ეთნოსებს მაგრამ მეორეს მხრივ ეს ქვეყანა დაინგრა რაღაც სხვა განსხვავებული მიზეზების გამო ევროპაში როდესაც ეს შეიქმნა ევროპის კავშირი პირიქით ეს იდენტობის ნიშნები ის სწორედ რამაც საბჭოთა კავშირი დაანგრია ეკონომიკურმა საკითხებმა იქ ეკონომიკური საკითხები იყო ძლიერად სხვა რამე მოიშალა მაგრამ ევროპელი ვერ შედგა შესაბამისად შეიძლება ითქვას რომ აღმოჩნდა ერთგვარად როგორ თქვა ფატალური პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას სიტყვები რომელიც წარმოთქვა 1999 წლის 27 იანვარს რომ მე ვარ ქართველი მასშტაბ და მე ვარ ევროპელი აქ მთელი პრობლემა იმაშია რომ თითქოს ეს ყველასთვის გასაგებია, მაგრამ
თავარი მცდარი და გაუაზრებელი ცნება შემოვიდა ჩვენს რეალობაში, რომელსაც შემდეგ დაეფუძნა მთელი თაობების, აი ახლანდელი თაობების იდენტობა, რაც დღეს ხალხს ესე იმასავით, რა ქვია, ერთგვარი ლიტანიობასავით ყოველდღე ატარებს ქუჩაში, რომ არსებობს ევროპელი. იმისათვის, რომ ეს ევროპელი გარკვეული პოლიტიკურ წიაღში ჩაისახა და უნდა დაბადებულიყო, მაგრამ ევროპელი ვერ დაიბადა. ვერ შედგა ევროპელი. ჩვენ ვერ ვიტყვით ვინ არის ევროპელი და რა არის ევროპელი. ჩვენ მაინც ვხედავთ ცდელობას, რომ პოლიტიკურ კონსტრუქციაში ეს რაღაც ერთგვარი ევროპელობის მოაზრება მოხდეს, თუმცა რეალურად ვერ ვხედავთ იტალიელს, ვხედავთ უნგრელს, ვხედავთ ბრიტანელს, რომელიც უკვე პოლიტიკურადაც გამოეყო, მაგრამ გავლენა ისევ ყველაზე მეტი აქვს, ხო? ევროპის კონტინენტზე და ჩვენ ვერ ვხედავთ აი ეს რა არის ეს ევროპელი. ეს აქ ვერ შედგა. შესაბამისად, როდესაც შენ იძახი რომ მე ვარ ევროპელი, ბუნდოვანი რაღაც მეტაფიზიკური წარმონაქმნია, რას გულისხმობ? სად არის ეს ევროპელი ერთად შეიძლება ბრიუსელის რაღაც ბიუროკრატიის დერეფნებში დაახლოებით რაღაცა მოიაზრო. გაუგებარია ეს თქვათ რა და როგორ ნიშნავს. შესაბამისად, ესეთ ბუნდოვან ამღვრეულ ვითარებაში ცხადია რომ მოქმედებენ ის ძალები, იმიტომ რომ ის თავარი საფუძველი რაც არ მორყეულა ჯერჯერობით, ეს არის კაპიტალიზმი და ეს არის დიდი კორპორაციები, ეს არის ვინც მართავს იმ პროცესს ამის უკან. ახსენეთ საფრანგეთი და უელბეკი და ეს არის ალბათ ქვეყანა სადაც ყველაზე ხშირად ვარ ნამყოფი და ეს ცვლილება ყოველწლიურად თვალსაჩინო ხდება. აი უბრალოდ ნებისმიერი ადამიანი დღეს ხო უვიზო რეჟიმით სარგებლობთ და შეუძლია რომ ჩავიდეს და უბრალოდ სენ-დენის უბანში გაიაროს. ეს არის რაც მცხეთა თბილისთან, იგივე პარისთან, სენ-დენი, სადაც ზუსტად ესე არის მთელი მეფეების დინასტია დაკრძალული. ეს უბრალოდ ერთ ფრანკს ვერ ნახავ, რასაც ფრანკი ქვია. ის არის პოლიციელიც რომ განმარტოთ სენ-დენი ამ წმინდა დიონისე იგულისხმება. პოლიციელიც კი ვინც წესრიგი უნდა დაიცვას, ისიც კი არაბია. იქ უბრალოდ სხვა ვერ შედის და ეს არის ერთგვარი გეტო, ძალიან საშიში გასავლელად. ანუ ეს და ამ უელბეკის წიგნს რო კითხულობ, იქ ისეთ სპეციფიური ელემენტებია გადმოცემული, რომ მართლაც ადგილზე რო ნახულობ, ცოცხლდება ეს წიგნი, რა საოცარი. და არ დაგვავიწყდეს. ეს არის ავტორი, რომელიც ვერ ცხოვრობდა დიდი ხნის განმავლობაში თავის ქვეყანაში. არ დაგვავიწყდეს, რომ ესე იგი იყო პირველი პირისგან ხდება თხრობა და ეს კაცი ვისგანაც ხდება ეს თხრობა, არის ფრანგი ინტელექტუალი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. რომელსაც უწევს ისლამურ უნივერსიტეტში, სორბონა ამ დროისთვის უკვე ისლამურ უნივერსიტეტია და იღებს ამ და ისლამსაც ეგუება, ამიტომ ემორჩილება, ამიტომ არის ეს მორჩილება. ყველაზე ტრაგიკული არის ამ ყველაფერში ის, რომ საგანგებოდ შეიძლება საქართველოში ესე ცნობილი არ არის, მაგრამ აქ აუცილებლად უნდა განმარტოთ ერთი მომენტი, რომ ეს ინტელექტუალი არის ჟორის კალიუსმასის სპეციალისტი. რაც რომელსაც უძღვნიდა წიგნი აქვს ხო დაწერილი. იუსმასი, კლოდელი, ჟამი დაახლოებით იგივეა ფრანგული კულტურისთვის. ესენი არიან კათოლიკე რელიგიური წერილები. რაც მაგალითად რაც დავით გურამიშვილი, გოგოლი და დოსტოევსკი რუსებისთვის და ჩვენთვის რაც აი იაკობ ხუცესიდან დაწყებული, დამთავრებული დავით გურამიშვილი, დიდი ქრისტიანული კულტურა. და როდესაც ყველა საინტერესო რა არის, როდესაც იწყება შემოხლა და მე დაპირისპირება და პირდაპირ იარაღით დაპირისპირება არაბებსა და არაბებს შორის მხოლოდ ჩინელები არ იღებენ მონაწილეობას. მასმედია ამის შესახებ არაფერს ამბობს. და არაფერი არ გადაიცემა საერთოდ ნიუზები, რომ აი პარიზის ქუჩებში ხალხი ერთმანეთს ხოცავს, მასმედია არაფერს არ ამბობს. შემდეგ რას იმარჯვებს მაჰმადიან კანდიდატს. ბოლოს იმარჯვებს მაჰმადიან კანდიდატს, მაგრამ მანამდე არის საინტერესო, რომ მთავარი მოქმედი პირი, რომელიც არის იუსმას სპეციალისტი გარბის როკამადურში. რა არის როკამადური? როკამადური არის დაახლოებით იგივე ფრანგების, რაც ჩვენთვის არის ვარძია. ანუ როკამადურის ღვთისმშობელი, როკამადურის მონასტერი, საიდანაც დაიწყო ფრანგული ქრისტიანობა. და მას უნდა რომ აი ეს ფესვებთან მივიდეს საბოლოოდ ამს ვერ ახერხებს და ძალიან ტრაგიკული წიგნია ამ თვალსაზრისით. რეფლექსია სჭირდება, გააზრება და როგორც ჩანს და ეს რო გავაგრძელო აზრი, ეს ნიშნავს რას? ეს ნიშნავს იმას, რომ აი ეს რაღაცა იდენტობის მომენტები იმისათვის, რომ ოღონდ თქვენ უნდა გვესმოდეს, რომ თქვენ რო გაივლით იქ ძირთად ხედავთ უკვე სხვა ტიპის მოსახლეობას რა. ეს აღარ არის ის ჩვენ რო ტრუფოს ფილმში რო გაქვს 400 დარტყმაში ნანახპარის ვეღარ ნახავთ დღეს, ხო? არქიტექტურა იგივეა, მოსახლეობა სხვა. მაგრამ
ის რაც არის უხილავი ტურისტების მანქანებიც აღარ არის. ხო, ის რაც არის უხილავი ტურისტების უხილავი პარიზის კორპორაციები, მმართველები, აღმასრულებელი დირექტორები, ეს ყველაფერი არის წმინდა ფრანგული და ჯერჯერობით იქ ვერ შედის სხვა ელემენტი, მაგრამ ეს ჯერჯერობით. საქმე იმაშია, რომ ეს ნიშნავს, რომ მმართველობისთვის, ანუ და ყველაზე უფრო შემაძრწუნებელი არის აი ეს რაღაც აი წარმოუდგენელი მასშტაბის მომხმარებლური კულტურა, რომელსაც ყოველ ნაბიჯზე აწყდები, ხო, იმიტომ რომ ყველაფერი აწყობილია ტურიზმი, რეალიზაცია, გაყიდე რაც შეიძლება მეტი, ეს გახსნილი ბრენდული მაღაზიები, აი ეს რაღაც უკვე ხედავ რა ავთენტურობას უკარგავს, მაგრამ ეს პირდაპირ გიბიძგებს იმისკენ რომ მიხვდე რომ ის ვინც ამას მართავს ამ პროცესს რომელსაც ეს ყველაფერი ერთი დიდი დახლია და ერთი დიდი ჩარხია მთელი ეს პროცესი რომელიც მხოლოდ კაპიტალს აგროვებს იქ იმისთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს თქვა რაღაც ავთენტურობისა და იდენტობის შენარჩუნებას იყოს თავარი ადამიანი იმუშაოს არა მართავს ამ პროცესს დღეს ევროპაში აი მოდი ავიღოთ ორი დიდი ქვეყანა მოდით ავიღოთ გერმანია და მოდით ავიღოთ საფრანგეთი. სხვათა შორის ტალმერმა დღეს განაცხადა, რომ განიხილავს ევროკავშირში დაბრუნების შესაძლებლობას. ესე საინტერესოა ძალიან. მაგრამ ეხლა მოდით აი ჩვენი ფოკუსი არის გერმანია და საფრანგეთი. ამას მართავს ბრიტანეთი. ცოტა იუმორით რო ვთქვა, ცხადია, მაგრამ ამას მართავს ის საერთაშორისო ფინანსური მულტინაციონალური კორპორაციების ქსელი, რომელიცაც აქვს ინტერესი, ანუ მართავს ის, ვისაც აქვს ინტერესი და ვისაც მერე შემდეგ ეს ეკუთვნის. აი მაგალითს მოვიყო უბრალოდ პარალელად. ვიცით რომ TikTok-ი ეკუთვნის ჩინეთს. შესაბამისად, ძალიან ადვილია манипуляცია, ხო, ერთჩვენიერ დღეს შენ TikTok-ს ჩართავ და უცებ რაღაც ისეთ კონტენტს გიგდებს, რასაც აქამდე არ გიგდებდა. მაგალითად 2-3 დღე არის, უკვე რეგულარულად ყველამ ნახა ესეთი რაღაცა ჩინელი ბლოგერი გოგო, რომელიც დადის და რომელიც გიყვება სიმართლეს, მაგალითად მთელი ეს შენი ევროპული ბრენდები, ცნობილი ბრენდები, ეს ყველაფერი აი ნახე ეს ქარხნები, დასახელება, ფლობელი, სადიკერება, რა ღირს, ეს ყველაფერი ესე გაიშიფრა, ეს არის ჩვენ გვესმის რომ მიმდინარეობს უმძაფრესი სავაჭრო ომი და ეს არის რა ვქო ნაშატვეთ ჩემბერლენო. ეხა იმათმა დააბრუნეს, აი თქვენ რომ მანდიხდით 2000-ებს და 20,000 ევროებს რაღაცა ჩანთებში, რომელსაც ჩვენ ვკერავთ. და ჯდება 200 ევრო, ხო? თქვენ იხდით ამაში 100ჯერ და 10ჯერ მეტს. და ეს არის უცებ მოგიყვნენ სიმართლე, ხვდები? ანუ არის რაღაცა რაც არის დაფარული, რასაც თქვა სიტყვაზე არ გიყვება, მაგრამ როგორც ცნობილ ევროპულ, ამ შემთხვევაში ხა ირონიით ვიძახიამ ევროპულს, ხო ხვდები, დეტექტივებშია, მიყევი ფულს. ეს არის ამ შემთხვევაში მთავარი და უკვე ჩვენ ხედავთ რომ ეს პოლიტიკაც იგივე ის Ursula von der Leyen იქნება თუ ვიღაც სხვა იქნება. ყველანი ამ შემთხვევაში ექვემდებარება აი ამ ფულის და ამ კორპორაციების იქ სადაც არის ინტერესი იმის კარნახს. პოლიტიკა უნდა წარმოებდებს შეიძლება. ჩვენ ვიცით რომ ისაც ახლა უკრაინაში ხდება, ეს უკვე გაცდა სამხედრო კონფლიქტს და დაპირისპირებას. ეს არის უკვე ეკონომიკური ომი. ამ არავინ ამ მედიაში ხმამაღლა ლაპარაკობს გამონაკლისების გარდა, რომლებმაც შეუძლია თქვათ, რომ დასავლეთი უკრაინაში დამარცხდა, ამას მხოლოდ ერთეულებისგან მოისმენთ. ეს მათ უკვე ყველანაირად იციან. ეს ერთეულები საქართველოს. ეს იციან, ეხლა ეს ფორმალურად გრძელდება ეს ომში. არა, იქაც არიან ვიღაცები, მაგრამ ეს ფორმალურად გრძელდება ეს ომი, მაგრამ ყველა მიცი რომ დასავლეთმა ომი წააგო, რაღაცა შეთანხმება უნდა მოხდეს და ეს შეთანხმება იმიტომაც იწელება, რომ ეს არის ეკონომიკური შეთანხმება. ეს ძალიან რთულია, აი ხო გესმით, აი კომპანიების შერწყმა, ან გაყოფა, რამხელა პროცედურაა, ხო? და ეხლა წამენი ამხელა ევროპის ყველაზე დიდ ქვეყანაზეა ლაპარაკი. ამხელა ქვეყნის იქ გაყოფა 1000 თემატიკა შემოდის, 1000 ბიზნესი, 1000 წიაღისეული მართლა, საპორტო ქალაქი, ექნება უკრაინას სპორტზე წვდომა, გაიტანს იქიდან იმ რაღაცა ნედრეულს ვიღაცა და ეს ყველაფერი უნდა ექნება საკუთარი ნედრეულის გატანის უფლება. და რომ გქონდეს აი ეს სადგადის და ვის მიაქვს. იგივე ჩინეთს ჩვენ და გვესმოდეს ხო ხან თათესი არ არის ამ ჩინურ ამბავშიც ხო? იმიტომ რომ უდიდეს რამეს აწარმოებს ჩინეთი, მაგრამ იქ ამ წარმოებას მულტინაციონალური კომპანიები და მოგების დიდი ნაწილი ისევ ამერიკულ კომპანიებს მიაქვთ და მიქონდათ. თუმცა წარმოების საშუალებები ცხადია რომ არის ჩინეთში, რაც არის საფრთხე, ხვალ შეიძლება ეს რაღაც შეიცვალოს. ანუ აი ეს ფორმულები რაც არის ღია და რაც უკვე ჩნდება, უკრაინის მაგალითია, ჩინეთის მაგალითია, ჩვენ გვიბიძგებს იმისათვის რომ დავინახოთ ის რაც ხდება ევროპაში. ევროპული პოლიტიკა დღეს ყველა ეს ადამიანი, მაკრონი იქნება, იქ ეხლა რომელიც წამოსული არის როჩილდების ბანკიდან, მერცი რომელიც წამოსულია BlackRock-დან, თუ ნებისმიერი სხვა დაკირავებული მენეჯერები. ესენი უნისონში ასრულებენ იმ პოლიტიკას, რომელიც ამ ერთგვარი ევროპელობის ქოლგის ქვეშ არის მოქცეული, რომელსაც უკვე ვეღარ ვიგებ ჩვენ სადა. აი მაგალითად დღეს მოვისმენთ ესეთი განცხადება.
ნატოს გენერალური მდივნისგან. არა, ვაშინგტონის შეთანხმება არ გადაიხედება უკრაინასთან მიმართებაში და აუცილებლად შესრულდება ერთის მხრივ იძახის და იმავე წინადადებაში ამბობს, რომ უკრაინის ნატოში მიღება არ განიხილება. ანუ აი ეს ბუნდოვანებაა, ხო, პირველ რიგში რაც რუსეთმა საბაბად დაიხვია ხელზე და შეიჭრა უკრაინაში, რომ ესე არ მაწყობს მე თქვით მკაფიოდ. კარგით, მეგობრებო, რა ესე იგი ჩვენ სულ რაღაც 20 წუთი გვხვდება, მე აღარ გაწოლებთ. ანუ ეს რაღაც ფარული თუ ვიღაცისთვის აშკარა ლოგიკა არის, ჩემი აზრით შემდეგში. ნახეთ, ესე იგი ის რომ მიმართავდეს ებრაელობას, ეს ამას მე გამორიცხავ, ვინაიდან შენს აღნიშნეთ ეს ფაქტია საფრანგეთიდან 20 წლის 30 წლის განმავლობაში მასობრივი გასვლა არის ებრაელების და საერთოდ ეს ევროპული ტენდენციაა მას შემდეგ რაც მატულობს ეს მიგრაცია ახლო აღმოსავლეთიდან მცირდება ესე იგი ებრაელთა რაოდენობა ამდენად აქ არაფრის შუაში არ არის ჯერტი ელექტორალური ლოგიკაც არ არის თუმცა ჩვენ მივეჩვიეთ ამას რომ ელექტორალური ლოგიკა დღევანდელ აი ამ ელიტას რომელიც არსებითად მართლაც არის ნაკრები მენეჯერების არ ნუ ვერ ნახავ ამ ლოგიკას როდესაც ბერბოკი ამბობდა გახსოვთ ერთი წლის წინ მე მგონი მე არ მაინტერესებს რას ფიქრობს გერმანელი ამორჩეველი უკრაინისთვის გაწეულ დახმარებაზე ჩვენი ამორჩეველი წინამდეგიც რო იყოს ამ ტიპის დახმარების მე მაინც გავუწევ ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ ესე იგი უკრაინა ღირსეულად იბრძოლოს და დაიბრუნოს თავის ტერიტორიაზე და ასე შემდეგ ანუ აქ სრული მანიფესტირება ხდება იმის რომ მას არ აინტერესებს ეს თავის ელექტორატის ინტერესები მაგრამ ნახეთ დაუბრუნდეთ ისევ აქ საკვანძო სიტყვები მე მგონი არის შემდეგი ესე იგი პასუხისმგებლობა სოლიდარობა და სამართლიანობა. მე ნახეთ ტუსკით. ჩვენ არა მხოლოდ სოლიდარობა, ჩვენ გვაქვს ჩვენი ინტერესი. და შემდეგ აბსოლუტურად წარმოუდგენელი განცხადება საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის. ანუ ქვეყანამ სულ რაღაც 6-7 წლის წინ გადაიტანა ძალიან მტკივნეული საპენსიო რეფორმა. გამოსვლები იყო, მე ეს ყვითელი ჟილეტები, იქ იყო მართლაც სამოქალაქო დაპირისპირება, არის დაღუპული უამრავი ადამიანი, ჟანდარმერია, ესე იგი დანაკლისი აქ მომიტინგეების მხრიდან, მე მგონი 20-ზე მეტი ადამიანი. და ჩვენ ვიცით როგორ იცავენ ფრანგები ჩვენგან განსხვავებით საკუთარ სოციალურ და ეკონომიკურ ინტერესებს. იქ ისე უბრალოდ ვერც გადასახადს ვერ გაზრდი და ვერც რაიმე ტიპის რეფორმას გაატარებ. როდესაც ეხლა კვლავ ეუბნება ფრანგებს რომ კიდევ უნდა გაგიზარდოთ ესე იგი საპენსიო ასაკი. კიდევ უნდა დაგაკისროთ რაღაც გადასახადები. უნდა შევამციროთ განათლების და ჯანდაცვის ხარჯები. ანუ აი სამი განცხადებიდან ჩვენ რავს ხედავთ? ჩვენ ხედავთ იმას რომ ევროპა ემზადება ძიმე დღეებისთვის. ეს ხო გაფრთხილებაა ეს ხო თხოვნა, მოდით ჩვენ ერთმანეთს გავუგოთ, ვიყოთ სოლიდარულები და რაღაცა პერსონალური პასუხისმგებლობაც, ანუ იგივე ტექსტებია ფონ დერ ლაინის მხრიდან და საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის მხრიდან. ეხლა ნახეთ. მე ვკითხე, ესე იგი გუშინ რამდენიმე პლატფორმას ხელოვნური ინტელექტისა, თუ რას ფიქრობს, ესე იგი ევროპასთან დაკავშირებით. და ესე იგი სხვათა ძალიან საინტერესო იყო რომ ამ პლატფორმებს მიუხედავად იმისა რომ ერთი იყო ჩინური DeepSeek, მეორე იყო Grok-ი Musk-ის და მესამე ასევე ესე იგი ერთ-ერთი ამერიკული პლატფორმა მოკლედ სამივე ვთქვა რომ მთავარი გამოწვევა ევროპის წინაშე არის მიგრაცია, სოციალური საკითხები ის იმის აუცილებლობა რომ მოახდინონ მილიტარიზაცია თავისი ეკონომიკის ამისთვის უკვე 100 მილიარდ ევრომდე აპირებენ გამოყოფას. მოკლედ ის რომ ენერგო დანახარჯები ევროპელებს აქ დიდი და საკუთარი ენერგოწყაროები არ აქვს, რომ თვითღირებულება ძალიან მაღალია და ორჯერ უფრო ძვირია ვიდრე შტატებში, ორ ნახევრადჯერ. მოკლედ ყველაფერი ეს ქმნის გარკვეულ რისკებს და საფრთხეებს. და ვკითხე ასევე ხელოვნურ ინტელექტს რამდენად დიდია აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერების საფრთხე. ჩემდა გასაკვირად სამივე პლატფორმა თქვა რომ ეს რისკი არის საკმაოდ მაღალი და აი აქ მივადექით მთავარ საკითხს. რამდენად გჯერათ რომ ევროპაში შეიძლება დამყარდეს პრინციპში რაღაც ნიშნები არის აი ჯორჯესკუ
იქ რაღაცა მარინ ლე პენის პრაქტიკულად დასანქცირება და იქ რაც ხდებოდა ჰოლანდიაში, რაც ხდებოდა ალტერნატივა გერმანიის წინააღმდეგ, რამდენად რეალურია აბსოლუტურად წარმოუდგენელი ჯერ კიდე 5-10 წლის წინ იმის შესაძლებლობა, რომ ევროპაში შეიძლება დამყარდეს ეს ლიბერალური ავტორიტარიზმი. მოდი ზაზა, შენი დავიწყოთ. ნუ მე მომსწრე ვარ ყოველწლიურად მნიშვნელობა აქვს ახალგაზრდობაში და მომსწრე ვარ სტუდენტობის პერიოდში და უკვე ასპირანტობის პერიოდში, როგორ ინგრეოდა საბჭოთა კავშირი, პერესტროიკა, რომელიც დაიწყო 85-ში და 91 წელს დამთავრდა საბჭოთა კავშირის კოლაფსით. დამახასიათებელი იყო ორი ისეთი ძალიან საინტერესო მომენტი იყო ორი. ერთი გაზრდილი კატასტროფების რაოდენობა. როდესაც მე დათვალის და აიღეს მთელი საბჭოთა კავშირის ისტორია, აღმოჩნდა რომ ბოლო 6 წელიწადში მოხდა ბევრად მეტი კატასტროფა, ვინმე მთლიანად დანარჩენ პერიოდში. რაც ნიშნავს რას? ერთი სისტემური კრიზისი. მეორე, რაც უფრო ვითარდებოდა დემოკრატია, ასე ვთქვათ, და სიტყვის თავისუფლება ქვემოთ, მით უფრო იზრდებოდა ზევით განსაკუთრებით ბოლოსკენ ავტორიტარული ტენდენციები და საბოლოოდ ყველაფერი დაგვირგვინდა გეკაჩეპეთი, რომლის შემდეგაც რეჟიმი აბსოლუტურად ჩამოიშალა და სამთვეში დასრულდა კიდეც. მე არა ვარ ცხადია ერთადერთი, ძალიან ბევრ სპეციალისტს, პოლიტოლოგს, ფილოსოფოსს დღევანდელი ევროპის სიტუაცია, ევროკავშირის სიტუაცია აგონებს საბჭოთა კავშირის ბოლო პერიოდს და ალბათ ისიც კავშირია თანაც. თან ისიც კავშირია და საინტერესო არის ის რომ ერთ-ერთი გამორჩეული მათ შორის არის ხშირად დამისახელებია ხოლმე ამ შენს გადაცემებში ფრანგი სოციოლოგი და დემოგრაფი ემანუელ ტოდი, რომელიც სრულად ახალგაზრდამ 70-იან წლებში იწინასწარმეტყველა მხოლოდ დემოგრაფიული მონაცემებით საბჭოთა კავშირის დანგრევა. და ნუ, როდესაც ეს მართლაც ესე მოხდა, ნუ ის გახდა ძალიან ცნობილი და აღიარებული სპეციალისტი, იმიტომ რომ მისი პროგნოზი, რომელიც იყო თან ისე ოთხმოციანების დასაწყისში 70-იან წლებში დაწერა წიგნი 74-ში თუ არ ვცდები და ნუ თელი 20 წლით ადრე წინასწარმეტყველა საბჭოთა კავშირის დანგრევა. აი მან შარშან გამოქვეყნა ახალი წიგნი, რომელსაც ქვია დასავლეთის კოლაფსი, დაახლოებით ქართულად რო თარგმნოთ ესე იქნება დასავლეთის დაცემა. და სამუშაო თუ საბჭოთა კავშირის დაანგრევას უჭირდებოდა გარკვეული პროგნოზირება, იქ რა მეთოდოლოგია, დათვლა, ალგორითმი და ასე შემდეგ, დღეს ფაქტიურად ევროპის დასავლეთის დაცემა თუ კოლაფსი ფაქტობრივად ამაში ცხოვრობთ ის აცხადებს და საინტერესო რა არის, როგორ ნაწილდება ეს მე რასაც დავაკვირდი. დასავლეთის ანუ კოლაფსის გათვლა შეუძლებელია თუ რა პროცესში ვარ. ამას აღრეჭდება წინასწარ ამაში ვცხოვრობ. ანუ პროცესში ვარ. ასე უკეთესი სიტყვა, რომელიც მე მიშელ უებლაკის ბოლო წიგნს ქვია, ეს არის გაცამტვერება. უფრო სული თარგმანი არის განადგურება, გაცამტვერება. და საინტერესო რა არის, რომ რატომ ცდილობს აი ხშირად ვფიქრობდი ბოლო პერიოდში რატომ რა დგას ტრამპის და ტრამპის გუნდის აი ესეთი თავგანწირული თუ სასუწარკვეთილი ნაბიჯების უკან რომ როგორმე გამოვიდეს ამ ევროპასთან ურთიერთობისაგან თქვა და ასე რა უნდა რატო ცდილობს ასე და ეს არის ძალიან ესეთი დაკვირვება თუ ავიღებთ აი ამ ორ ფაქტორს რაზეც ამახვილებენ ყურადღებას ხო ერთი ეს კატასტროფების გაზრდილი რაოდენობა და მეორე ეს მიგრაციული კრიზისი პირველი ხვედრით იწვევდა მოდის ამერიკაზე მეორე ევროპაზე მაგრამ საინტერესო რა არის რომ აი ამერიკაში იგივე კი არ არის ამერიკის აი ეს კატასტროფათა
ამ კატასტროფაში თვლი არ მხოლოდ მიწისძვრებს ეკოლოგიურ არამედ ბალტიმორის ხიდი, ბალტიმორის ხიდი, თვითმფრინავები რომლებიც ცვივა, ხო? ეს ყველაფერი შევაჯეროთ, კარგად რომ შევხედოთ, დასავლეთი მართლაც წარმოადგენს ერთიან სივრცეს. მაგრამ ჯერა თუ არა რომ ავტორიტარიზმის დამყარება ევროპაში არის შესაძლებელი. მე მაგითი რა მგონია. თუ ამერიკაში ხდება პერესტროიკა და რაღაცნაირად ტრამპს უნდა გამოსვლა ევროპიდან ამ ერთიანობიდან თქვა და ასე ამ გადაჯაჭვულობიდან ხო მე მგონია რომ შეიძლება ავტორიტარიზმი საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდეს ევროპაში. აჰა, მოდი გულვან. ეთაკვები თუ არა. როცა ლაპარაკობთ, ნახე ის ჩვენო გვესმოდეს, ხო? ისევ რომ თუ ლაპარაკია ევროპაზე, იმ გაგებით, რომელსაც ახლა გადაცემის ნახევარი დაუთმე და ხსნი, აი რაღაცა მეტაფიზიკურ კონსტრუქციას, რომელიც ზევიდან ადევს, ჩვენო გვახსოვს, გეკაჩებები მოხდა სად? ეს დაზუსტება და თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მოსახლეობის დიდი რაოდენობა უკვე მაჰმადიანი იქნება, მე მგონი ავტორიტარიზმი ძალიან კარგად მოერგება ამ მოსახლეობას. მაგრამ რა ტიპის ამ შემთხვევაში რა ტიპის მემარჯვენე ავტორიტარიზმი რომელიც სამოქალაქო ომს იწვევს? ეს არის ეს ძალიან ხო შარიათი გამოდგება, შარიათი პლუს კაპიტალიზმი. ესეთ კავშირებში ევროპის გაერთიანებული საამიროები, როგორც ლენინი ამბობდა, ხო, საბჭოთა კავშირი ეს არის სოვიეტები პლუს ელექტროფიკაცია მთელი ქვეყნის. მე ესე ვიტყოდი რომ ისლამიზაცია და ავტორიტარიზმი და პლუს მაჰმადიანი მოსახლეობა ეს არის ევროპის გაერთიანებული საამიროები. გურა. ხო და პირველ რიგში რაც არის დამახასიათებელი ეს არის მართლობითი ფენის რგოლის აი ამ სტრატის გამიჯვნა რეალური მოსახლეობიდან. ხო? ის მოსახლეობა თავის ეთნიკურობით და თავისი ემიგრანტებით და ყველაფრით ცხოვრობს რაღაცა ქვედა დონეზე, მაგრამ აი ეს მართლობითი სტრუქტურა, თავისი კაპიტალიზმით, კორპორაციებით და პოლიტიკური სისტემით, რომელიც რეალურად წარმოადგენს ევროპას, ეზის თავზე და ჩვენ ამ ტენდენციებს დღესაც ვხედავთ. აბა რას ნიშნავს ის მე სხვათა შორის მაგ წავიკითხე თავის ერთი ორი თვის წინ ვენეციის კომისიის დასკვნა არსებობს აი იმ სასამართლოს მიერ რუმინეთში არჩევნების შედეგების პირველი ტურის გაუქმებაზე და არის უარყოფითი სხვათა შორის იმ მათაც ვერ მოახერხეს ისე თქვათ რომ ეს შეიძლება ძალიან საინტერესო кейსია და ეს და უამრავი მსგავსი რაღაცა მაგალითი რომელიც მეტყველებს იმაზე რომ ეს კონსოლიდაცია აი ამ რაღაცა მენეჯერების ფაქტობრივად პრეზიდენტებად თუ კანცლერებად დანიშნული მენეჯერების ხელით ეს კონსოლიდაცია რომელიც იძახის რომ არა ეს სისტემა უნდა გადარჩეს და რომლის სოციალის უნარიანობის ფრონტის ხაზს რა თქმა უნდა გადის უკრაინაში მხოლოდ უკრაინის სახელმწიფოს თუ ტერიტორიის ბედი არ წყდება ბევრად გლობალური საკითხი წყდება ხო რაღაც სისტემების ჩახი ხდება ბუნებრივია რომ იგრძნობს საფრთხეს თან ნახა რომ ზურგი მოშიშვლებული აქვს ამერიკის სახით წინ აღმოჩნდა რუსეთის წინააღმდეგ და დღეს ჩვენ ნამდვილად ხედავთ იმ ტენდენციას რომ ეს რაღაცა ევროპული სისტემა უფრო და უფრო გახდეს ხისტი და ყოველგვარი განსხვავებული რაღაცა დღის წესრიგის მიმართ იყოს შეუწყნარებელი ხისტია ძალიან რბილად ამბობ. ხო, ნუ რა თქმა უნდა, ეხლა როგორც ამ ეტაპზე ჯერჯერობით ესე ვამბობთ და ამ დამოკიდებულებას ვხედავთ. აი, ერთ-ერთი მაგალითი ხო დღევანდელია. ჩვენ გადავხედავთ ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმები ხომ არ უნდა კრიტერიუმები, პროცენტ ხომ არ უნდა შევარდნილოთ. ანუ ხვალ უფრო ადვილი უნდა იყოს 61 ქვეყანა არსებობს, ვისთანაც არსებობს ვიზა ლიბერალიზაცია და თუ ჩვენ დავჭირდა ვიზა ლიბერალიზაციის უკან გამოთხოვა, ეს უფრო ადვილად უნდა შევძლოთ, ვიდრე ამას აქამდე ვახერხებით. ანუ ეს ნიშნავს, სანქციების მექანიზმი კარგადავლესოთ, ხვალ შეიძლება ჩვენ ამ სკალპელის გაკეთება დავჭირდეს. უბრალოდ საკითხავია, ვინ იქნება ის ედუარდ შევარდნაძე, ვინც იტყვის პრივილეჯიაცა დიქტატურა. ასტობაე დიქტატურა. მოკლედ ნახეთ და ერთი დაზუსტება როდესაც ჩვენ ვახსენეთ და ვაკაშენ ახსენე ეს ელიტასა და მასას შორის პრინციპული განსხვავება უნდა ითქვას რომ საუკუნეების განმავლობაში დავუშვათ საშუალო საუკუნეებში ეს იერარქიული მოდელი როგორც არსებობდა მასასა და ელიტას შორის ერთიანი იყო რელიგია და ღირებული პიტის სისტემა. მიუხედავად იმისა, რომ იყო განსხვავება იერარქიული სხვაობა კლასებში სხვადასხვა წოდებრივი სხვაობა პრივილეგიები და შემდეგ. როდესაც მოხდა ბურჟუაზიული რევოლუციები
გაქრა ეს პრივილეგიები, თქვა და ასე და უკვე აერთიანებს არა რელიგია, არამედ მართლობის ფორმა დემოკრატიული და ახალი ტიპის ღირებულებები ნაციონალიზმიდან გამომდინარე. აი, როდესაც ესეთი პრინციპული განსხვავება და მაინც იმართება ტექნოკრატიულად თქვა და ასე. აი ეს არის მოდელირებული და უნდა გავიხსენოთ საბჭოთა ფანტასტები, ძმები არკადი და ბორის ნათანოვიჩ სტრუგაცკები, რომელსაც რამდენიმე რომანი აქვს ზუსტად აი ესეთი მოდელირებულია ცხადია და ლაპარაკია ჰუმანოიდებზე და პრინციპულად განსხვავებული ორი ჰუმანოიდი ჯგუფი, ერთი მართავს მეორეს უხილავი მართლობით, აი ერთს ქვია ჟუკ მურავიინიკე, ხოჭო იმაში რა ქვია, ჭიანჭველების ბუდეში და მეორე რთული აიღო ღმერთი წუნების ბოგამ, სადაც უხილავი ელიტა დასხივების მეშვეობით მართავს ჰუმანოიდთა მეორე უფრო დაბალი დონის ჯგუფს. ერთ შემთხვევაში რა ხდება? ეს ჰუმანოიდთა უფრო დაბალი დონის ჯგუფი ვარდება თქვა და ისეთ მდგომარეობაში, როდესაც მას ეკარგება კრიტიკული აზროვნება, ხოლო თვითონ ელიტაზე ეს მოქმედებს პირდაპირ მნიშვნელობით. მათ აქვს მთელი საათის განმავლობაში საშინელი ტკივილები. აი ეს ძალიან საინტერესო მომენტია, სწორედ ეს არის მეტაფორა, სწორედ როგორ შეიძლება მოხდეს აბსოლუტურად განსხვავებული ერთმანეთისაგან და არანაირი კავშირი რო არ არის არც ღირებულებითი და არც თქვა და რელიგიური ორ ჯგუფს ერთ მასასა და ეხო ეს რაღაც პარადიგმას ეფუძნება რაღაც წარმოდგენა საზოგადოებისას, სადაც პირველ რიგში იქნება ილუზია, რომ იცი რა, ეს არის win to win სიტუაცია, ანუ ყველა მოგებულია შენ ცხოვრობ რაღაცა ის იმაზე უკეთესად ვიდრე ემიგრაციის ქვეყანაში. აკაი შეგულ გვეთქვა რომ არის რაღაცნაირად ორმაგი სტანდარტები, მაგრამ არსებობდა გარეგნული წესები, რომ ჩვენ ყველანი ვართ დემოკრატიაში, ხო? მაგრამ როდესაც ეს უკვე შეუძლებელი ხდება, მაშინ მყარდება ავტორიტარიზმი, რომელიც ეფუძნება უკვე ტექნოკრატიულ და ტექნოლოგიურ ჩვენ უბრალოდ ჩვენ არ ვიცი ინსტრუმენტარიუმს. უბრალოდ როდესაც დემოკრატიებზე ვლაპარაკობთ და თითქოს და ბურჟუაზია მოსპოეს პრივილეგიები, აქაც შემიძლია არ დაგეთახოთ და რა პრივილეგიები შენას გულისხმობ, მოსპოის თვალსაზრისით რომ გათანაბდა. გათანაბდა არა იმით რომ ყველა მიიღო დღესაც ევროპაში ყველაზე მსხვილი ლატიფუნდისტები და მიწების ფლობელები მესაკუთრეები არიან სამეფო გვარები. არა მარტო მე-15 საუკუნის ეგრეთ წოდებული ოჯახი. ხო და მაგას ვამბობ ეს ნარჩუნდება, ეს ეხება ბრიტანეთს, ეს ეხება ჩრდილოეთ ევროპას. ეს რა თქმა უნდა არ ჩანს, მაგრამ ნუ თუ კი დაინტერესდები გამოჩნდება. მოკლედ უამრავი თემა არის და ბუნებრივია არ ყოფნის ეს 1 საათი. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გადავიტანთ საუბარს ამ თემაზე და მათ შორის იმაზე თუ ვინ მართავს ევროპას. უბრალოდ ერთი რამის თქმა მინდა, აი როდესაც ესე იგი ჯემინი გამოვიყენე, დიპსიკი და გროგს, როდესაც ვეკითხებოდი ამაზე, კი, მაგრამ აი რა შეიძლება დაიცვას ევროპა ავტორიტარიზმისგან და სამი მეუნება. ეს არის დემოკრატიული ტრადიციები, ეს არის ინსტიტუციები. მაგრამ აქ უკვე ვეღარ მოვასწარი და ვეღარ მოვახერხე, თუმცა ძალიან მაინტერესებს ალბათ გავაგზავნებ ისევ საუბარს ამ დიპსიკთან. სხვათა შორის დიპსიკი მართლა ყველაზე კარგია. აქ სხვათა შორის ვაჭორავ ისინი ერთმანეთზე და ძალიან საინტერესო და ძალიან სასაცილო რაღაცებს ამბობენ საკუთარ კონკურენტებზე. მოკლედ მე გამახსენდა, როდესაც საუბარი არის აი ტრადიციებზე და ადამიანის უფლებებზე და ინსტიტუციებზე, რომელიც ერთგვარ რაღაც ბუფერს ან რაღაცას ბარიერს წარმოადგენს ავტორიტარიზმის დამყარებაში, მე გამახსენდა COVID. მე გამახსენდა პანდემია და გამახსენდა ის თუ როგორ იმართებოდა ევროპა ამ კარანტინის დროს და როგორი მორჩილი იყო ევროპა მაშინ. მოკლედ ამ ყველაფერზე ჩვენ გავაგზავნებთ საუბარს იტალიელების გარდა, რომლებიც აჯანყდნენ. 4 შაბათს, სხვათა შორის ჩინელები მეტად უფრო ესეთი იყვნენ, არ ემორჩილებოდნენ ამ წესრიგს. მოკლედ ჩვენ გავაგზავნებთ საუბარს მომავალ 4 შაბათს. აუცილებლად მოგწერეთ და ლაიქეთ ეს ვიდეოები YouTube-ზე და Facebook-ზე. მოგწერეთ თქვენი
შენიშვნები მათ შორის ამ პარასკევს ბუნებრივია ჩვენ არც ერთი გაცემა ვერ გავა გასაგები მიზების გამო და ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ ანუ ერთი ეთერი იქნება ესე იგი ეპსტეინის კუნძული თუ კი მოგეწონათ 4 შაბათობით და პარასკევს კვლავ გავაგრძელებთ დიდ სივრცეს ბუნებრივია. უკეთესი დრო და ქრონომეტრაჟი შვიცაზე გადავინაცვლებ 4 შაბათს და გვექნება 2 საათიანი საათნახევარი. ნიჩსა გზაფართო. მეგობრებო, ამასთან ერთად მინდა მოგილოცოთ ეს წინვალე დღესასწაული აღდგომა, რომელსაც ჩვენ ველით და ამით გემშვიდობებით მოვალ 4 შაბათამდე. კარგად ვზარდებოდეთ. კონფესიები ვართ და ვაკეთებთ